სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მესამე სექტორისა და ექსპერტების ნაწილის საარჩევნო სისტემაზე ორ ალტერნატიულ წინადადებას თავაზობენ. ვახუშტი ხმით პირველი ალტერნატივა ეს არის ბარიერის 3%-ამდე დაწევა და მანდატების პროპორციულად განაწილება, რაც მცირედ უპირატესობას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კენჭისყრის პროცესს ბოლომდე დაესწრებიან. პირველი ალტერნატივა ეს არის 3%-იანი ბარიერის 3%-ამდე დაწევა და მანდატების პროპორციულად განაწილება, რაც მცირედ უპირატესობას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, თუმცა ეს არა ისეთი დრამატული, როგორიც შემოთავაზებულია და მეორე ალტერნატივა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შეევსება მანდატები 80 დეპუტატამდე იმისთვის, რომ დააკომპლექტოს მთავრობა და ეფექტურად განახორციელოს ხელისუფლება. ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ ორ ალტერნატივას და ძალიან რთული იქნება მისი მხრიდან იმის დასაბუთება, რომ ამ ორი ალტერნატივიდან არც ერთს არ გაიზიარებს. დღეს არის რეალურად შესაძლებლობა იმისა, რომ ძალიან სერიოზული შეჯიბრი გაიმართოს ორ მოსაზრებას შორის და მათ შორის არის, რა თქმა უნდა, შანსი იმისა, რომ უფრო პროგრესულმა და რაციონალურმა აზრმა გაიმარჯვოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად მათი აქამდე გამოთქმული პოზიციებისა და ჩვენ ვთხოვდით და მოვუწოდებით კომისიის ყველა წევრს, რომ ამ ერთ საკითხზე კენჭისყრაში მაინც მიიღონ მონაწილეობა. ის ვერსია, რომელიც მოქმედ კონსტიტუციაში არის, ანუ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესი დარჩეს და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ პრეზიდენტი პირდაპირ იყოს არჩეული, შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს პრობლემა იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომელიც მოქმედ კონსტიტუციაში არის, ამასაც დავაყენებთ კენჭისყრაზე. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მე ვიტყოდი, რომ ეს პირდაპირ კავშირში არის პრეზიდენტის არჩევნებთან. ხომ, იმიტომ რომ რეალურად თუ კი იქნება უსამართლო საარჩევნო სისტემა, ფაქტიურად და პრეზიდენტიც პირდაპირ წესით არ აირჩევა, ფაქტიურად ამ შემთხვევაში ძალების კონსოლიდაცია და კონსტიტუციური ბარიერის შემცირების შემთხვევაში საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება როცა წავა ხელისუფლებიდან 4 წელიწადში იქნება 8 წელიწადში თუ 20-30-ში წავიდეს ისევ იმ მიმართულებით, სადაც მიბრძანდებოდნენ მის წინამორბედები. მანამდე სანამ იქნება უგუებელყოფა საზოგადოებრივი აზრისა, პოლიტიკური აზრისა, უგუებელყოფა თანამშრომლობისა, მომავალი იქნება ასეთი. მე ვწუხარ, მაგრამ ეს მათი არჩევანია.